სამოქალაქო გმირობის საოცარ მაგალითებს ვხედავთ და ეს წინააღმდეგობა გრძელდება. ეს არის წინააღმდეგობა, რომელსაც ვერაფერი ვერ მოუხერხა აი ამ სულგაყიდულმა ხელისუფლებამ და თვითონ სულგაყიდულები და რუსეთზე მიყიდებულები ამ ხალხს აბრალებენ. რუსთაველზე მდგომ ხალხს და პროტესტში მყოფ ხალხს აბრალებენ, რომ ფულს რო არ იღებს, იმიტომ რომ თვითონ არ ჯერათ, თვითონ ხო ფულის გარეშე არაფერს არ აკეთებენ, თვითონ იდეა არაფერი არ აქვს. ფულის მოპარვა ქონდათ იდეა და ეხა ისიც ზბრად დადინა ბიძინა იმანიშვილმა. სულ აქ მივდივარ ეხა ამ კორუფციის, თვითონ კორუფციას და ბრძოლის თემაზე, მაგრამ ამას ხედავთ და არა მე ძალიან აღტაცებული ვარ, გადაიღალა რა თქმა უნდა ხალხი რავალია ეხა ერთი წელი სულ აქციებზე დადიხარ, მარშებზე დადიხარ, წინააღმდეგობის პროცესში ხარ, მაგრამ აგერ მოვა 28 ნოემბერი და ითქვა უკვე დიდი აქცია დაანონსებულია და ბევრი ხალხიც გამოვა და არა მე მჯერა რომ ეს ამბავი არ შეჩერდება და აუცილებლად დავამარცხებთ ამათ. უბრალოდ რაღაცეები არის გადასახარისხებელი, რაღაცა დასკვნებია გამოსატანილი, რაღაცა სწორად არის და რა უნდა შეიცვალოს, რაზე არის ანალიზით ჩასატარებელი, აი თქვით რომ დასკვნებია გასაკეთებელი, რა თემები საჭიროებს ანალიზს და შესაბამისად რაღაცა გეგმის გადახალისებას და გადაწყობას ცალკეული ოპოზიციური პარტიის თუ არა მთელი ოპოზიციის. მთელი ეს ხანი რაც გამოვიარეთ, იმას კაი ანალიზი ჭირდება, შეცდომებს აღიარება ჭირდება. ხედავთ ამ შეცდომებს რა იყო, აი მაგალითად ერთი წელია ხო უკვე ლელოს ფარგლებში პოზიციონირებთ. აი რა იყო უშუალოდ თქვენი პოლიტიკური ძალის შეცდომები? ჩვენი შეცდომა იყო რომ ხალხი ვერ დავარწმუნოთ რომ არჩევნებზე მოსულიყო თვითმმართველობის არჩევნებს. აი ეს იყო ჩვენი მანამდე ამ ერთი წლის განმავლობაში. კიდევ ბევრი სხვა შეცდომაც იყო, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ ვხედავთ, აანალიზებთ, ფიქრობთ, მაგრამ აი ახლა ბოლო ძალიან ხელიდან გაშვებული შანსი იყო თბილისი შეგველო ერთმნიშვნელოვნად მოგვიგო. აი ულაპარაკოთ მოგვიგო რომ არ ყოფილიყო ვიღაცა ოპოზიციაში არის ჩანერგილი, ვიღაცა უნებლიეთ დასაშვება, ვიღაცა ზედმეტად გახურებული და ეს შემოგდებული სინამდვილეში რუსული სპეცოპერაცია იყო ბოიკოტი არჩევნებს. სინამდვილეში ეს იყო რუსული სპეცოპერაცია. არა და ოპოზიციის და საპროტესტოდ განწყობილი საზოგადოების შეფასება იყო და რჩება ის, რომ ლელოს არჩევნებში შესვლა ისე როგორც გახარიას შემთხვევაში იყო შეცდომა. თქვენ თქვენს პოზიციაზე რჩებით, თუმცა მაინც აი რას უპასუხებთ მათ, ვინც ფიქრობს, რომ ლელო უბრალოდ საკუთარ შეცდომაშია გაჯიუტებული და გირჩევთ, რომ გეყოთ შეცდომის აღიარების გამბედავა. არანაირი პრობლემა არა მაქვს, თუ ხვდები რომ შეცდომა დაუშვი აღიარო. აი არანაირი პრობლემა არა მაქვს, იმიტომ რომ პოლიტიკაში ყოფნა არის პასუხისმგებლობა თან მით უმეტეს ესე დროს ხო? როდესაც რავი, უმძიმეს განსასწრებელში არის ქვეყანა და ის რასაც 10 წლეულების მანძილზე ვაშენებდით და რომელთანაც ასე ახლოს მივედით ევროკავშირის წევრობას ვამბობ, აი აგერ გვიჯახუნებენ კარს ქართული ოცნების გამო ხო? ევროკავშირი ცდილობს ეს კარი გაგვიღოს და აქედან ბიძინა ივანიშვილი და მის ეს წუწიკები წიხლით აწვევიან და თითები მოაყოლეს ევროპელებს ხო? ასეთ დროს არანაირი პირიქით ყველა ეხა უნდა ვიჯდეთ და ჩვენ შეცდომებს ვაანალიზებთ. არავითარ შემთხვევაში ჩვენ არა ვართ შეცდომაში გაჯიუტებულები პირიქით. შეცდომა იყო არ მისვლა არჩევნებს. შეცდომა იყო რევოლუცია, აი ავანტურა, რასაც 2 თვის წინანდელი დაანონსებული რევოლუცია იყო. ბიჭო, ყველაფერს რო თავი დავანებოთ. 4-ში რო არ დაგეგმო ეგ რევოლუცია, 6-ში დაგეგმე. რავი, პირველში დაგეგმე თუ თავი გაკ. ჩავლილი თემები ამიტომ არა, ჩავლილი თემები არ არის. არა ვარ ჩვენ შეცდომებში. დავკარგოთ, ბატონო, მაინც მირჩევნია რომ კონცენტრირდეთ და აქცენტი გავაკეთოთ იმაზე, აი დღის შემდეგ, მაგრამ უნდა იყოს ოპოზიციის სამოქმედო გეგმა. ისევ ჩვენ გარკვეულწილად შევეხეთ. შობილი წარსულისაგან არის შობილი მომავლისა. ეს თემები გავშალოთ ახლა. არა, ნუ მაწყვეტინებ ლელა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ავანტურას უნდა ერქვას ავანტურა. და ეს რომ 8 საათზე და 5 წუთი რო აკლია და არიქაც იხე იღება და აბა ესენი დამიტყვევეთ და ისინი მომგვარეთ. ავანტურა იყო, უნდა დავარქვათ მაშინ, მაგრამ ძალიან კარგად იმუშავა, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან ჭკვიანურად მოფიქრებული და დაგეგმილი ავანტურა. ეს იყო ზუსტად რუსული სპეცოპერაცია, რომ არ წახვიდეთ არჩევნებზე და მოდით რუსთაველზე და 8 საათზე ცა გაიხსნება და ბედაური ჩემოიჭრება ტაიცი. ეს შეცდომას უნდა დავარქვათ შეცდომა და მე დავგეგმოთ არჩევნი რაღაცები უკეთეს. მაგრამ ჯერ თქვენი შეცდომები დაასახელეთ. ჩვენი შეცდომა იყო, რომ ვერ დავარწმუნეთ ადამიანები. ვერ დავარწმუნეთ ადამიანები იმაში. ჯერთი ვერ შევძლებთ გაერთიანება, მაგრამ იმ გაერთიანებას ვერ შევძლებდით, იმიტომ რომ იქ იყვნენ ადამიანები, რომელსაც უნდათ ჩაშლა იმერთობის.
მე დახურულ შეხვედრებზე. ზურაბიშვილის პლატფორმის ფარგლებში შექმნილ რამდენიმე სხვა შეხვედრაც იყო, რომელშიც მონაწილეობდი, ვინ იყო ჩამშლელი პარტია და ჩაშლაზე ორიენტირებული? აი ახლა ის პარტიები ერთმანეთს არიან დარეულები და ისეთ რაღაცებს წამოატივტივებენ, უჩემოდაც რომ გაიგებთ და ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა. ისეთი პირი უჩანს მე, რასაც უყურებ, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფრის მიუხედავად ხედავთ აგერ რომ არავის არ ვაკრიტიკებთ და საერთოდ ოპოზიციასთან დაკავშირებით პირში წყალი გვაქვს ჩაგუბებული და შეურაცხყოფას ვითმენთ ამდენი ხანია და ხმას არ წემთ არავის და მორატორიუმს ვაგრძელებთ. ეს მე მომწონს და მიუხედავად იმისა, რომ არ არის მარტივი და ამას განვაგრძობთ. არ მინდა რა გეგმით უნდა გაგრძელდეს ბრძოლა ქართული ოცნების წინააღმდეგ. ამ თემის გაშლა მინდა, ოღონდ კითხვის დასმა უნდა მაცალოთ. გარკვეულწილად შევეხეთ და მინდა რომ დაუბრუნდეთ და უფრო მეტი ვისაუბროთ მაგალითად პროტესტის კომპონენტზე და მნიშვნელობაზე და რატომ მინდა ამ კითხვის დასმა. აი არის პარტიები, მაგალითად გიორგი გახარიას პარტია, რომელიც ფიქრობს, რომ პროტესტმა საკუთარი თავი ამოწურა და შორს რომ არ წავიდეთ და ის სხვა პარტიაზე არ ვისაუბროთ, ლელოშიც კი ფიქრობს თქვენი ცალკეული ლიდერი, რომ ქუჩაში ვერ იქნება პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური პროცესი უნდა გაჩაღდეს საკრებულოებსა და პარლამენტში. აი პირადად თქვენ როგორ უყურებთ ქუჩის პროტესტს და მნიშვნელობას? მე პირადად მაინტერესებს, ხომ არ განსხვავდება ქუჩის პროტესტთან და წინააღმდეგობის მოძრაობასთან მიმართებაში თქვენი და თქვენი პარტიის პოზიცია და დამოკიდება? ჩემი პარტიის კოალიციის, ასე ვიტყოდი, პარტია მოქალაქეებს წარმოადგენენ, რომელიც არის კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს წევრი, არ განსხვავდება. ასია რა მოისმინეს ახალი პოლიტიკური პროცესი პირველ რიგში უნდა მიმდინარეობდეს პოლიტიკურ ინსტიტუციებში. და ეს არის პარლამენტი იქნება საკრებულოები თუ სხვა პარლამენტ ჩვენ არა ვართ მანდატები გავაუქმეთ სია ჩავხსენით საკრებულოებში ვართ და ნახეთ თქვენ რომ ატოს ორგულაძე იყო თუ ნიკა ჩერქეზიშვილი იყვნენ რა ვიცი ორადორი ადამიანი საკრებულოში ვინც კალაძეს ძალიან მწვავე რაღაცები უთხრეს კითხვები დაუსვეს კორუფციასთან დაკავშირებით უთხრეს და სწორედ რაღაცა უთხრეს ხო რომ თუ რას ვითხოვთ ჩვენ საკრებულოებში რომ თუ მართლა და გულწრფელად ებრძვიან ესენი კორუფციას რაც რა თქმა უნდა სიაფანდობაა და არანაირ კორუფციას არ ებრძვიან, მოდი დავიწყოთ შემოწმება და საგამოძიებო კომისიები შევქმნათ მაგალითად თბილისის მერიაში. მოვიწიოთ ერთის მხრივ საერთაშორისო აუდიტი და აქაც საგამოძიებო კომისია შევქმნათ. რა თქმა უნდა უარით თქვეს, იმიტომ რომ რა კორუფციას ებრძვიან როცა კალაძე ყავს. პროცესები იქ უნდა იყოს. თუმცა ამასობაში პროტესტი ხო ხედავთ, როგორი პროტესტი გააჩინა ამათმა ერთმა გადაწყვეტილებამ, რომ არაბებს ორი ქალაქი რომ უნდა ჩაუგდონ ხელში. ნახეთ რა ამბავია ამასთან დაკავშირებით. რასაკეთ ერთ კვირაზე მეტია ვითხოვთ ძალიან მარტივ რამეს. აი მარტივ რამეს ვითხოვთ. რომ ვინმე არ ჩათვალოს რომ რაღაცები გველანდება. ვიძახით რომ ამათმა რომ არაბებს კონტრაქტი გაუფორმეს საქართველოს თავრობამ იმ არაბულ კომპანიას რო კონტრაქტი გაუფორმა, რომლის მიხედვითაც 9 მილიონი კვადრატული მეტრი ქვემო ქართლში გრწანისის ტყეპარკი ყოფილი სტატუსი გაუქმეს და არაჩვეულებრივი ლანდშაფტული სივრცეა და გონიოს პოლიგონზე ორი ქალაქი უნდა აშენდეს. ვიძახით რომ კეთილი მოგვეცით გვაჩვენეთ ხელშეკრულება. ბატონო, აუცილებლად დროს არაბულ ჯგუფთან, საინვესტიციო ჯგუფთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე სასაუბროთ, იქამდე მინდა რომ განვაგეს, ვთქვათ, განვავრცოთ და გავაგრძელოთ იმ თემებზე საუბარი, რაზეც პროტესტზე მკითხე და ეს პროტესტი არაა, პროტესტს არ იწვევს, თქვენშიც არ იწვევს პროტესტი კითხე. პროტესტს არ იწვევს. პროტესტზე, რომელიც ყოველდღიურად განყენებულია, ეს რა არ გვაწუხებს. ამასობაში რუსთაველის და დედაქალაქის ცენტრალური მარტო რუსთაველის იმაზე ხო არ ვიქნებით აქცენტირებული, კაცო, ამასობაში ზუსტად მაგ დროს სარგებლობს ქართული ოცნება და იმ დროს რომ აბა პარტიები აუგზავნოთ, პარტიები არ აუგზავნოთ, რუსთაველზე გადაიკეტა, არ გადაიკეტა და ამ დროს შემოაგდეს რა რომ ჩვენ რასაც ვიცავდით ხმლით და რითაც ვერ მოგვერივნენ, ფულით უნდა გადავწეთ ეს ამბავი. ორი ქალაქი უნდა აშენდეს არაბული და წინააღმდეგობის ის მოძრაობა, რასაც თქვენ ამაზე პროტესტი არ გაქვთ. 1 წლის განმავლობაში აქვს ადგილი. ლელა, 1 წამით. ამ ქვეყნის მოქალაქე. როგორ არ შეიძლება მაქვს თქვენ ორი ქალაქი რომ მიიღოთ არაბული ნორმალურია. სხვა თემაზე გეკითხებით, ანუ ამ შემთხვევაში გეკითხებით უშუალოდ რუსთაველის გამზირის ყოველდღიურ პროტესტებზე. აი თქვენ აქამდე ძალიან იყო დრო, როდესაც თქვენ ძალიან აქტიურად იყავით ამ ტიპის პროტესტის, საპროტესტო აქციების მონაწილეები და მართლაც ლამის ყოველდღიურად იდექით რუსთაველის გამზირზე თუ, რა ვიცი, დედაქალაქის სხვა ქუჩებში ყველგან სადაც იყო პროტესტი. აი რა შეიცვალა, ეს მაინტერესებს ეს რთული კითხვა. რატომ ფიქრობთ ლელოში, რომ პოლიტიკური პროცესი უნდა გადავიდეს საკრებულოებსა და პარლამენტში. საკრებულოებში გადავა პოლიტიკური პროცესი. დამსახურება არის თუ არა ის, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების ის სახე დავინახეთ, რაც დავინახეთ და რომ არ ყოფილიყო ეს პროტესტი, რამდენ რაღაცას ვერ გავიგებდით
მივედით ასე ვთქვათ ყველას წინაშე ვიდრე კეთს, აი მართლა, ჩემი ოჯახის წევრებს ერთი დღე არ ჩაუგდიათ პროტესტზე. მე უბრალოდ არ მივდივარ ბოლო პერიოდში, იმიტომ შეგნებულად რომ იქ მე იქ ზოგიერთ გახურებულ ადამიანთან რაღაც შეკამათება არ მომივიდეს, რა შეკამათების და ას და არაბის კი არ იმაში, უბრალოდ ამით ისარგებლებს ქართული ოცნება და ხო ვიცი არა, პროვოკატორებიც მოგზავნილები იქნებიან და ეს უნდა ატრიალონ და ისევ საერთო საქმეს დავაზიანებთ. და საერთო საქმე რო არ გვინდა დავაზიანოთ, იმიტომ არ ჩავდივარ მაგალითად, თორე იქვე ვცხოვრობ მე ყურის ძირში, თაწმინდაზე ვცხოვრობ და მეორე რომ იმიტომ არ ვცემდით მთელი ამ ხნის განმავლობაში პასუხს იმ ოპოზიციონერებს, რომლებიც ესეთი გავეშოვებული გლანძღავდნენ. ამიტომ თორე რატო არა, ყველას უდიდეს პატივს ვცემ, ვინც ყველა არის სამოქალაქო გმირი, ვინც მიდის რუსთაველზე, ვინც კეტავს რუსთაველს და ვინც იბრძვის ჩვენი ქვეყნის ყველას მაგის გარდა ყველა იმ ადამიანს ვცემ პატივს ვინც არის დაპირისპირებული ქართულ ოცნებასთან.